ცხოვრობდით ძალიან თბილად, ტკბილად, ყოველგვარი ყვირილის და ჩხუბის გარეშე და ჩემი შვილი ზის დღეს სამშობლოს სიყვარულისთვის როცა გაყავდათ თორნიკემ ჩუმად მითხრა რომ არ გაატანო ჩემი თავი იმიტომ რომ ძალიან მემუქრებია ჩემი შვილი არ არის კრიმინალი ეხლა რომ დაბრუნდეს დრო კიდევ უფრო ვიბრძოლებო და თქვენი მხარდაჭერა ექნება მithქვია ხოლმე დედა მოგიბდეს შენ ეს შენ ოქროს მონეტა ხორგონიო ამას ამოვჭრი არა მოვჭრი ისიც მეგონა რომ გაანთავისუფლებდნენ კარგით ახლა თორნიკე მე შენსკენა ვარ მე ვიცნობ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს მარიზი კობახიძე იწევლებად ის ანტონ ჩეჩინი არტემ გრიბული და ანასტასია ზინუკინა ბევრ ქართველს ჯობნის არასოდეს აღარ წავალ არსად იმიტომ რომ ძნელია სხვა ქვეყანაში ცხოვრება არის რაღაც მომენტი როცა ეგუებით ამ მოცემულობას თორნიკე ციხეში რა აჭირებს იქ მეთქი სალამი თქვენ უყურებთ YouTube არხ მისმინეს ეს არის გადაცემა ვიკასთან და დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს თუმცა მანამდე გეტყვით რომ აუცილებლად უნდა დაგვალაიქოთ, უნდა გამოგვიწეროთ, რაც უფრო იაქტიურებთ კომენტარებში, მით უფრო მეტი ადამიანი ნახავს ამ ვიდეოს, მით უფრო რომ ჩვენ დღეს გვყავს განსაკუთრებული სტუმარი, უკვე თითქმის 1 წელია მარიზი კობახიძე, სინდისის პატიმრის დედა, ართმობს საკუთარი შვილის თავისუფლებას, ის იბრძვის მისი შვილის თავისუფლებისთვის და მუდმივად დგას ქუჩაში სხვა პროტესტის მონაწილეებთან ერთად. მისი და სხვა პოლიტპატიმრების დედების ბრძოლა არის მართლაც სამაგალითო და იქცა თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთგვარ სიმბოლოდ. დღეს მარიზი კობახიძე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი, თორნიკე გოშაძის დედა, 26 წლის თორნიკე გოშაძე, რომელსაც 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. იმ დანაშაულისთვის ბრჭყალებში, რომელიც ვერ დაუმტკიცდა და დღეს მარიზისთან ვისაუბრებთ თორნიკეზე, მათ დედაშვილობაზე, ვისაუბრებთ სხვა პატიმრებზე, მივესალმები მარიზის და ძალიან მიხარია, რომ ის არის დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. მარიზი სალამი და რა თქმა უნდა პირველ რიგში თორნიკეს ამბები მინდა მოვიკითხო, როგორ არის ის და ბოლოს როდის ნახე. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის და მადლობა იმისთვის, რომ სულ დგეხართ ჩვენთან ერთად რა და ჩვენთან ერთად იბრძვით ნამდვილად. თორნიკე ნახე 1 კვირის წინ მქონდა შეხვედრა, მოკლე პაემანს რო ეძახიან, არის ძალიან მხნედ, არის ძალიან კარგ ბიჭებთან ერთად საკანში და ესენი არიან ზვიად რატიანი, გურამ მეცხულავა და ქერაშვილი ირაკლი. მასთან ერთად იყვნენ ნიკა კაცია და გიორგი ახობაძე, რომლებიც გაანთავისუფლეს და ამით თორნიკე ძალიან ბედნიერი იყო, რა თქმა უნდა და მთელ ციხეს ესმოდაო თქვა, ჯერ გიორგის განთავისუფლებაზე ჩვენი ყიჟინაო და მერე კიდე ნიკა კაციას ისედაც ელოდებოდნენ და ძალიან მადლიერია და ძალიან კმაყოფილია, ყველანი არიან დიდები თორნიკეზე უფრო, აი ყველანი და მე მომდის იქიდან მადლობის წერილები. გიორგი გამოვიდა და მითხრა, რომ ძალიან კარგი შვილი გაზარდე, ნიკა გამოვიდა და იგივე თქვა და ზვიად რატიანის წერილები მაქვს, რომელიც ჩარჩოში ჩავსვი, იმიტომ რომ ის თორნიკეს შვილებს აუცილებლად უნდა ვაჩვენო. ნანუკამ უთხრა თორნიკეს რო ჩათვალე, რომ გალაქტიონთან ერთად ზიხარ საკანშიო და ამიტომ თორნიკემ თქვა, რომ მე ვარ ძალიან კარგად დედა, იმიტომ რომ ესენი არიან ჩემზე უფროსები, არიან ძალიან განათლებულები. აქვთ უამრავი წიგნი, რომელსაც მე აღარ უგზანი უკვე თორნიკეს, იმიტომ რომ მითხრა, რომ ძალიან საინტერესო წიგნები აქვთ მათ და მე ვკითხულობო და ასე რომ მე მიხარია, რომ არის იმათთან ერთად. იმიტომ რომ თავიდან როცა თორნიკე დააკავეს და ეს იყო ვიკა ძალიან მძიმე დღე, 24 წლის 4 დეკემბერი, რაღა დარჩა და უკვე 10 თვე ხდება უკვე თორნიკე დაჭერილია, არაფრის გულისთვის ის 12-მა პოლიციელმა მძინარე წამოახტუნა ლოგინიდან, რომ და ვერ გაერკვა საერთოდ რა უნდათ. მე არ ვიყავი სახლში და როცა მითხრეს, რომ პოლიცია არ შენ ეზოში, მე მივხვდი რატო იქნებოდა ის პოლიცია ჩემ ეზოში და ეს იქნებოდა აუცილებლად აქციის გამო, რადგანაც თორნიკე არასოდეს არაფერს არ აშავებდა, არასოდეს 25 წლის ისე გახდა, რომ მე არ მქონია შეხება პოლიციასთან
მით უმეტეს ბიჭები ცოტა რთულები არიან, რა თქმა უნდა და ყველა დედა ფრთხილად არის ბიჭის დედა, მაგრამ ჩემთვის თორნიკეს პრობლემა არასოდეს შეუქმნია. თორნიკეს დაკავებაზე მინდა რომ უფრო მეტი გკითხოთ. 12 პოლიციელი მოვიდა თქვენთან სახლში და მძინარე თორნიკე პრაქტიკულად გაიყვანეს სახლიდან. თქვენ არ იყავით მაშინ სახლში, როგორც ამბობთ. რა ხდებოდა იმ დღეს კიდევ უფრო მეტად დეტალურად რო გავიხსენოთ? მე სამსახურში ვიყავი ახლოს სხვათა შორის გლდანში და მეზობელმა დამირეკა რომ სადახარ შენ მოდი სახლში, შენი ეზო სავსეა პოლიციელებით და მე მაშინ არ ამიღია ჩანთა ხელში. აი გამოვიძახე ტაქსი თუ გავაჩერე და თანხა კი მქონდა ტელეფონის კეისში და ესე მივატოვე ყველაფერი და გამოვიქეცი. ჩვენ ვცხოვრობთ მუხიანის აგარაკებზე და გვაქვს ჩვენთვის მოკრძალებული პატარა სახლი, რომელშიც 12 პოლიციელი ერთად ვერ დაეტევოდა. და როცა მოვედი, თორნიკესაც და ნინოსაც ეძინათ. და აი ესე მეზობელმა კითხა რომ ვინ ხართ თქვენ და ჩვენ ვართ ახალი ქსელებიდან წყალკანალის ქსელებიდანო და ეცვა მართლაც ადამიანს წყალკანალის ფორმა და კითხა თურმე რომ რომელი ნომერია შენი სახლი, ჩემი 6-ია, იმათი 8 და გაუბრაზდიო მეზობელმა თქვა, იმიტომ რომ დიდი ასოთი ეწერაო რომ 8 ნომერიაო და მე უთხარიო 8 ნომერია ის, რა ნომერია 6. ვინ ცხოვრობენ იქ რა გვარები, უთხრა გოშაძეები. და ეს რომ თქვა მეზობელმა ის ტიპი, ვისაც ეცვა წყალკანალის ფორმა, გამოიქცა თურმე, რატო შეუშვეს ძაღლებმა არ ვიცი, მაგრამ ძალიან ისინი არიან ეს ძაღლები, აკიტა არის და არ არის აგრესიული და შეცვიდნენ სახლში ასე პირდაპირ კარების შენგრევით. და როცა ძინავს ორ ახალგაზრდა სახლში გოგოს თავის ოთახში ეძინა და თორნიკე მე მითხრა ერთ-ერთმა პოლიციელმა რომ წამოდგაო ისევ დაწვაო, იმიტომ რომ ეთყობა იფიქრა სიზმარში ვარო. და აი ესე მე მოვედი კიდე კაი მოუსწარი, იმიტომ რომ ისიც შემეშინდა არავის არ გაუკვირდება და ბიჭია და ვიფიქრე არაფერი არ დაუდონ თორნიკეს ისე როგორც მოხდა და ვიცით. და მოვასწარი არ მიშვებდნენ ეზოში და მე უთხარი რომ ეს არის ჩემი ეზო, ჩემი სახლი და თქვენ არ გაქვთ უფლება მე არ შემომიშვათ ჩემს სახლში და ოღონდ ტელეფონი ჩამომართვეს როგორც შემოვედი გარებში. მივხვდი რაზეც? მე ისედაც მივხვდი და უკითხე რა გინდათ ჩემს სახლში მეთქე, რას ეძებთ მეთქე და ქალბატონო გაიგებთო. მე უთხარი აქციას ეხება მეთქი, ეს მე თვითონ დაუსვი კითხვა და შემომხედა და გწოდნიაო. არა, არ ვიცოდითქო, მე უთხარი მივხვდი. იმიტომ რომ ჩემი შვილი არაფერს არ აშავებს მეთქი და აქ პოლიცია არ მოვიდოდა მეთქი დანაშაულისთვის. თორნიკე დადიოდა აქციაზე, ჩემი მეორე შვილიც დადიოდა აქციაზე და დადის და მეც დავდივარ აქციაზე მეთქი, მე უთხარი. მე გეუბნებით პირდაპირ. მე ხო ეს იყო პროტესტი მეთქი და პროტესტის დროსო პოლიციელებსო ქვაუნე ესროლო მე უთხარი პროტესტანტები ქვას არ ისვრიან პროტესტანტები მაშინ ხდებიან მეთქი თავს იცავენ მეთქი როცა პოლიცია ხდება აგრესიული მეთქი და ეს მე ჩემი თვალით მინახია მეთქი რომ იქ აგრესიას იწყებს როგოკოპები მეთქი სახეზე ჩამოფხატული ნიღბებით მეთქი და ამ ჩემ შვილს ნიღაბიც კი არ წაუღია სახლიდან. აი ხელში არაფერი არ ეჭირა საერთოდ. ასე რომ მე ხვდები მეთქი მე უთხარი რომ დანაშაული არ ჩადენილი მეთქი. ეს არის პროტესტი და თქვენ არ იცით რა არის პროტესტი მეთქი. ნუ არ უთქვიათ აგრესიულები არ იყვნენ. ერთადერთი კაცი იყო აგრესიული იმის სახე. ეხლაც რომ მკითხო არ მახსოვს. დანარჩენები უფრო დავიმახსოვრე ვინც მე ავსებდა საბუთებს. აგრესიულები არ იყვნენ, მაგრამ მე ერთ-ერთი ადამიანი, ერთ-ერთი პოლიციელი ეზოში ძალიან დარბოდა, ვიკარო აქ რაღაცა კრასკა არის, საღებავი სადღაც თეთრი არის. მე გავიგე რომ პროტესტანტებს ვითომ ხელში ეჭირათ საღებავები და რაღაცებს ასხავდნენ. მე უთხარი არა მაქვს მე სახლში საღებავი თეთრი და თქვენ თუ სადმე იპოვით, მომეცით მეთქი მე უთხარი და მე გამოვიყენებ მეთქი. მე ხო ვიცოდი რომ არ მქონდა. ფეხსაცმელზე მაცხიაო და სველი სალფეტკი მივეცი. რომ გაიწმინდეთ მეთქი, მე უთხარი მაინტერესებს კრასკა არ შორდება. და გაიწმინდა და მართლა სადღაც სხვასთანაც იყვნენ იმ დღეს 300 ადამიანი დააკავეს მგონი 4 რიცხვში.
და სხვათა შორის ერთ-ერთ პოლიციელს მე რომელიც ცოტა უფრო არ ვიცი მართლა ეგეთი იყო თუ იმ წუთში იჩენდა ეგეთ რბილ ხასიათს იმას უთხარი რომ მე უთხარი ეს კაცი ზუსტად იმას ეცვა ის ფორმა და მეზობელს როცა უთქვია რომ რატო არ გაცვიათ პოლიციის ფორმა მე ჩაიცვეს თურმე ისინი ჟილეტები 4 მანქანა იდგა ჩემ კარებზე და მე ვთხარი ეს რატო ყავს მოყვანილი მეთქი მე ვთხარი ეს კაცი მეთქი რატო არის ესეთი აგრესიული მეთქი ცოტა ხო თავში ხო არ უბერავს მეთქი და სხვათა შორის თქვა ეს რომ მაგას თავი გაანებეო ეგ მაგას ეგ ვერ არისო და მე ვფიქრობ იმიტომ დაყავდათ ზუსტად ის შევარდა სახლში რომ ალბათ რავი ცოტა მართლა ვერ იყო და თავის თავს რო არაფერი არ აუტეხოს როცა სამსახურიდან გაუშვებენ მაგის გამო დაარბენინებენ რომ იმან შეაღოს კარები იმან ჩაიცვას წყალკანალის ფორმა წყალკანალის ფორმა წყალკანალის ფორმით მოვიდა პოლიცია არცეთ სარეცვა საერთოდ პოლიციის მანიშნებელი უბრალოდ მერე ჩაიცვეს, იმიტომ რომ ჟილეტები ეწყოთ მანქანაში. რა ჩვენა პოლიციის ქცევამ ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ პოლიციელები იძულებულები არიან, რომ ამ სისტემას ემსახურონ, რომ თვითონაც არ სიამოვნებთ ამის კეთება, უდანაშაულო ადამიანების დაკავება, წაყვანა და ასე შემდეგ. ეს მართლა ჩანდა ეს დაკავების პროცესში თუ ნაკლებად? არ ჩანდა ვიკაჩემთან, არ ვიტყვით ყვილს ახლა, ხო იცი რომ არ იტყვი ადამიანი ყვილს, არ ჩანდა ჩემთან მე ძალიან საშიში იქნებოდა თორნიკეს თუ ქუჩიდან აიყვანდნენ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ცემაში ალბათ რა ვიცი მოკლავდნენ რა, იმიტომ რომ ასე უქნის ბიჭებს. და ეს რადგანაც სახლიდან წაიყვანეს, მე ვთხოვე მაშინ პოლიციელს, რომ მე უკვე მიცნობთ და არ ვარ შიშარა. და საკმაოდ ძლიერი ვარ და თორნიკეს მაშინ მე ვუთხარი რომ თორნიკე შენ არ შეგეშინდეს დედი მე დავაყენებ ნახევარ საქართველოს ფეხზე შენს გამო და ამიტომ ვიყავი ძლიერი არ შეშინდე ცალკე როგორც ჩანს პოლიციელი ემუქრებოდა თორნიკეს კბილებს ჩაგამტრე ხერხემალში გადაგტეხავ იმიტომ რომ ეს გაიგონა ნინომ მუქარა და ნინო შევიდა და უთხრა რომ ჩემ ძმას რას ეუბნეოდიო და არაფერსო იმ ბიჭმა უთხრა ახალგაზრდები იყვნენ მაგრამ მე როცა გაყავდათ თორნიკემ ჩუმად მითხრა რომ არ გაატანო ჩემი თავი იმიტომ რომ ძალიან მემუქრებიანო ხო და ეს სად გითხოთ სახლში აი რომ მშვიდობებოდი ახლა მაგის უფლება მოგწეს თქვა ჩავხუტებოდი ჩემ შვილს ყურში ჩუმად მითხრა და ვერ იზამდი ვერაფერს ვიკა ხო არ გაატანო ჩემი თავი ვერ იზამდი ვერაფერს ტელეფონები არ წაიღეს არც ჩემი და არც ნინოსი დატოვეს თორნიკესი რა თქმა უნდა წაიღეს არაფერი თორნიკეს ტელეფონში ისეთი არ იქნებოდა გაჩხრიკეს სახლის გადმოყარეს ყველაფერი აბსოლუტურად და მე ვთხარი რომ ამ სახლში ვერაფერს ვერ იპოვით მეთქი იმიტომ რომ ჩემ შვილს არაფერი არ ექნება მეთქი კანონსაწინააღმდეგო და ფული და ოქრო თუ გააქვსო მითხრა აიღეო რა და არც ფული მაქვს და არც ოქრო მეთქი მე ვთხარი იმიტომ რომ ეგინი ხო თuliდნენ რომ ფულს იხდიდნენ ისინი და თორნიკე იმიტომ იყო თქვა აქციაზე არ მაქვს მეთქი მე ვთხარი არაფერი და ძალიან გთხოვთ მეთქი რომ აქ არაფერი არ იქნება და არსად არაფერი არ დადოთ მეთქი რა ალბათ რა ძნელია როცა შვილი გეუბნება რომ არ გაატანო ჩემი თავი ძალიან აი ეს იყო გამანადგურებელი იმ წუთში იმიტომ რომ მე ისიც არ ვიცოდი რით ემუქრებოდნენ ამას და რა უთხრეს არ გაატანოთ ჩემი ხო არ გაატანო დედა ჩემი თავი მემუქრებაო ძალიანო ხო და მე ნინომ რომ კაცრად უთხრა ეს რომ მითხრა როცა უთხრეს უკვე თორნიკეს რომ წაიყვანათ და ჩხრეკვის შედეგად თორნიკეს ტანსაცმელი რომელიც ეცვა აქციაზე ის ტანსაცმელი რა თქმა უნდა ეხლა არავინ არ უარყოფს იმას რომ ის იყო თორნიკე და ის იყო ტანსაცმელი მისი მაგრამ ამოიღეს უჯრიდან ჩემი დროშა რომელიც მე იყო შემთხვევა რომ ვიყავი თურქეთში და თან მქონდა ვიყავი იტალიაში და თან მქონდა და ზუსტად იტალიაში ყოფნის დროს სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას იტალიელებმა ომი ახალი დაწყილი იყო და მეც ეს ჩემი დროშა გამოვიტანე ქართველებში გავშალეთ და ფერადი უკრაინის ფერებში დავაწერე სოლიდარობა უკრაინას და ესეთი გვიყვარხართ და გულები ის იყო ჩემი საკუთარი დროშა და მე მას ვუთხარი რომ არა იყო ეგ დროშა ეგ არის ჩემი თორნიკეს ის მხრებზე არასოდეს არ ქონია იმიტომ რომ როცა პირველად შევთავაზე მითხრა ეგეთი დროშა დედა არავის არ აქვს ახლა იქ და არ მინდაო რა და ამიტომ ერთადერთხელ ალბათ ეკეთა ჩვეულებრივ ჩვენი დროშა რომელიც მე აჩუქა ვიღაცას რა მეგობარს და ეს იყო
მეტის ჩვენ სახლიდან ვიკა არაფერი არ წაუღიათ. ნივთკიცებაში ამ წუთში და ძდევს საქართველოს დროშა. და მან თორნიკემ სასამართლოზე კითხა რომ ეს დანაშაულიაო სახლში საქართველოს დროშა რომ გქონდესო და არა უპასუხა იმ პოლიციელმა. ოღონდაც როცა გაყავდათ მე ხო გეუნები მივხვდი რომ აი თითქოს არც იყვნენ აგრესიულები, 1-2 კი იყო, მაგრამ ბევრი იყვნენ და მე ვუთხარი რომ მე მეთქი ჩემი შვილი არასოდეს არ მიცემია მეთქი და არც ემოთ მეთქი. და იმ ბიჭმა მითხრა ერთ-ერთმა და ვიცი ის ბიჭი, ხლა სახეზე სახელი არ ვიცი, გვარი არ ვიცი, იმ ბიჭმა მითხრა რომ მე მყავს ოჯახი, მყავს შვილები, ზუსტად ასე მითხრა, ქალბატონო, თითს არ დავაკარებთ, გპირდები ამას და თუ შენი შვილი გეტყვის რომ ვცემეთ, მაშინ დამიწყებლე მე შენ ჩემი ოჯახიო. და კარგით მეთქი მეუთხარი და ისე იცოდეთ მეთქი რომ ძალიან გეშინოდეს მეთქი მე თუ ჩემი წევლის მეთქი. იმიტომ რომ მე ჩემი შვილი არ მიცემია მეთქი და ძალიან წარი იქნება ეს მეთქი ჩემთვის და კარგიო მითხრა. და როცა ხელბორტილს უკეთებდნენ, თორნიკემ უთხრა რომ არ გამიკეთოთ ეგო მოვდივარო და არაო ესო არისო წესიო, მაგრამ არ მოუჭერო რა ამ ხელბორტილებსო. და ესე წაიყვანეს. ეხლა რა სიხშირით ნახულობთ თორნიკეს მარის? რაც მიუსაჯეს იმის მერე თვეში ორჯერ აქვთ თურმე შეხვედრა, მაგრამ ერთ ცვლიან სატელეფონო საუბარში და თვეში ერთხელ გვაქვს შეხვედრის უფლება და ეხლა დღეს უნდა მქონებოდა, მაგრამ გადადო თორნიკემ ეს შეხვედრა 6 რიცხვისთვის. არ ვიცი ხა მიზეზი რა იყო, იცის რომ მე დღეს მოვდიოდი აქ და ძალიან უნდა და ალბათ დაერეკა, ნახოთ რა სიზავს და 6-ში გადაიტანა და კიდე გავამხნევებ, მეთქი ვიფიქრე 2-ში ეხლა 4-ისთვის, მაგრამ ეხლა ნახოთ რა იქნება 4-ში, რომ მე მივიდი ამაყად ჩემ შვილთან. ხო, რა იქნება 4-ში ამაზე? კითხავთ აი როგორი არის მოლოდინები, მანამდე რის შემოგზავნას გთხოვთ ხოლმე? არაფერი არ იგზავნება საერთოდ. იგზავნება მხოლოდ იქიდან მომაქვს გასარეცხები და აქიდან რასაც მეტყვის თქვა მაისური მინა სეზონის და მიხედვით მაგას მეც არაფერს, ვერაფერს. და როცა გვაქვს 24 საათიანი, მქონდა მე ერთხელ 24 საათიანი შეხვედრა თორნიკესთან, აი მაშინ არის სპეციალური ხილიც, ყველაფერი რა, ძალიან ბევრი პროდუქტი იმ დროს და არის იმას დღესასწაულებზე ახალ წელს აღდგომას და 28 აგვისტოსაც იყო სხვათა შორის. ხო, ყველი უყვარს ძალიან და იმას მეტყვის ხოლმე ყველი ბევრი შემომიტანეო, სხვებისგან განსხვავებით წვადი არ უყვარს. ხო და ვცდილობთ ასე რომ ამით გავახალისოთ რა. სურათებს, წერილებს, ძალიან ბევრი წერილებს უგზანიან ახალგაზრდები, აქტივისტები და ეს ძალიან უხარია. ის აუცილებლად აბრუნებს იქიდან პასუხებს. ყველას არავინ არ გამორჩენია აბსოლუტურად. ვინც აქედან შეუგზანა პასუხის დაბრუნება და ეხლა რომ ნახე მითხრა რომ ვროდის იქნება სააპელაციო ჩაინიშნოს რომ აი ნახო ისევ შევხვდე ადამიანებს რა და მანამდე კი იღლებოდნენ ძალიან და როდის დამთავრდებოდა და ეხლა აღარ გადის დრო თქვა ძალიან ნელა გადისო. ანუ პროცესები რაც დასრულდა დრო გაიწელა მათთვის საკანში ძალიან იმიტომ რომ პროცესიდან პროცესამდე მოლოდინი ჰქონდათ, იღლებოდნენ ძალიან ადრე აღვიძებდნენ და ბრაზობდნენ, მე იქ დიდხანს უწევდათ ყოფნა, მაგრამ ეხლა მიხვდნენ რომ ის თურმე ისჯობდა. ხო, და ყველაზე მეტად რა აკლია, რას გეუბნებათ, გაქვთ ამაზე საუბარი? სხვადასხვა რაღაცა თქვეს, პატიმრებმა ეტყობა, მგონი ჯაბუამ თქვა, სისხლივები მენატრებაო, ზუსტად აღარ მახსოვს, ყველამ რაღაცა თქვა და მე რო უთხარი თორნიკეს რომ ასე უთქვია მეთქი სისხლივები მენატრება, მე კიდეო ბალახი მენატრებაო, მიწაზე ფეხის დადგმაო და ძაღლებიო. და ორი ძაღლები ყავს აკიტა და ფისუებიც რა თქმა უნდა ეზოა საკუთარი და ჩემი ძაღლებიო ჩამიჩქმიტეო დიდი ლოყები აქვს აკიტა ხო იცი დიდია და ჩამიჩქმიტეო ძაღლებიო მაგას უგვაბარებს და სურათები მიუტანეთ რა მაგრამ ეს ძნელია ძალიან რომ გეტყვის რომ ბალახი მენატრება და მიწაზე ფეხის დადგმაო
იქ კიდეც რო ისეირნობენ, იქ მაღლა კრიშაში სახურავზე არიან. იქაც არ არის გადახურული არც მზის სხივი არაფერი და დილით 7 საათზე აღვიძებენ და ხო იცით ახლა მაინც ძილი ურჩევნია დილით 7 საათზე ადგომას და ხანდახანო თქვა კიო. იმიტომ რომ მე თორნიკეს დადიოდა. თორნიკეს გაჩერება არ იყო, იმიტომ რომ ფეხით დადიოდა სამსახურში. თუ იქვე ახმეტელზე ორტონაში მუშაობდა, ფეხით დადიოდა. სახლში არ ჩერდებოდა და ეხლა რომ იცი რომ 4 კედელშია, ეს ყველას ძალიან მაბრაზებს. აი ეს ყველას ძალიან მაბრაზებს რომ გათენდება და გავიხსენებ იმას რომ აი რო ჩაკეტილია შიგნი, რაღაცა ურდულები დიდი და არიან გამოკეტილი 8 კვადრატში. არის რაღაც მომენტი, როცა ეგუებით ამ მოცემულობას? იცი რა არის? ბრაზობს ძალიან რო ვამბობ რომ კიდე კაი 2 წელი. ძალიან ყველა ბრაზობს ამაზე. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობაო, არც 2 წელს და არც 6 წელს, არც ერთი არ გვეკუთვნოდაო. მაგრამ ხო იცი მე დედის პოზიციიდან საუბრობ ეხლა რომ 2 წელი ჯობია 6 წელს თქო ხო ვამბობ, მაგრამ აი ძალიან უბრაზობ ამაზედაც რა და იცი რა ძნელია, შეიძლება გარეგნულად არ გეტყობოდეს ადამიანს ძალიან ბევრი მეუბნება რომ შენ მალადეც შენ რას უძლებ, ვაი იმ გაძლებას. მაგრამ აი თავს იცირით იმშვიდებ, ჩემი შვილი არ არის კრიმინალი. და ჩემი შვილი ზის დღეს სამშობლოს სიყვარულისთვის და მე ამაყი ვარ, რომ ის იქიდან კიდე უფრო იბრძვის, ვიდრე იბრძოდა. ეხლაც იმას ამბობს, რომ ეხლა რომ დაბრუნდეს დრო, კიდე უფრო ვიბრძოლებო. კიდე უფრო. და თქვენი მხარდაჭერა ექნება ამ ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დააკავა? არა, აუცილებლად. მე არ მეშინია. აი მე არ მეშინია და ვამბობ ყველაფერს, ეს იცის ყველა. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რატომ აკეთებს რეჟიმი ამას, რომ ქუჩაში არ გავიდნენ ახალგაზრდები, რომ მშობლებმა არ გაუშვან საკუთარი შვილები აქციაზე. როცა თორნიკემ თქვა, თორნიკეს ცოტა სხვანაირ სამსახურის რეჟიმი ჰქონდა. ან აქცია დამთავრებული იყო მაშინ და მეხმარებოდა ძალიან და ეხლა თორნიკეს რო არ ემუშავა და მარტო აქციებზე ევლო, მე ჩვენ მქონდა ის პატარა სახლი და ეზო კრედიტით ნაყიდი და მარტო მე ვერ შევძლებდი. მე ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, ეხლა ნოემბერში ხდება 4 წელი, ეს იყო მოულოდნელად, ანევრიზმა აღმოაჩნდა და მე არ ვიყავი მაშინ საქართველოში და ეს იყო ძალიან მოულოდნელი. სამსახურის დროს მუშაობდა, ხელოსანი იყო და საკმაოდ კარგი ხელოსანი და უცბად გასკდა ეს ანევრიზმა, დიდი ხნის ექიმმა მითხრა და შეშუპებად ადგილზევე წავიდა და ვერ გადავარჩინეთ 2 კვირის მერე გარდაიცვალა და ადამიანი რომელიც იყო აი არ ვიცი რა არაჩვეულებრივი რა მამა არაჩვეულებრივი მეუღლე ცხოვრობდით ძალიან თბილად ტკბილად ყოველგვარი ყვირილის და ჩხუბის გარეშე მეზობლებმა იცოდნენ თქმა რომ თეთა რამ 7 ოჯახი გაქვთ რო აი ხმა არ ისმის გინა ნასვამი ყოფილიყო ჩვენი სახლიდან არ გადიოდა არასოდეს ხმა და აი ესე უცბად რომ ადამიანი წავა ეს ძალიან განიცადეს ბავშვებმა მე არ ვიყავი საქართველოში 4 თვის წასული ვიყავი იტალიაში და ვერ ჩამოვედი იმიტომ რომ ვიყავი უმუშევარ და ეს მithქვია და ვიტყვი რომ ეს ჩემთვის ეს იქნება სულ თელი ცხოვრება აი ტკივილი და ვბრაზობ ჩემ თავზე რომ არ ჩამოვედი მაგრამ რა ვიცი მაგრამ შეიძლება სულ უკუღმა წასულიყო ყველაფერი ზუსტად 1 წლის მერე ვთქვი რომ მე წლის თავზე ვიქნები საქართველოში და დავბრუნდი და არასოდეს აღარ წავალ არსად იმიტომ რომ ძნელია სხვა ქვეყანაში ცხოვრება მიუხედავად იმისა ხლა გვეუბნებიან რომ წადითო და სხვაგან იმუშავეთო ხო ადვილი არ არის მე მირჩევნი აქ რამოდენიმე ადგილას ვიმუშაო ვიდრე წავიდე სხვა ქვეყანაში იმიტომ რომ ძალიან მქონდა დარდი შვილებისა მიუხედავად იმისა რომ ძალიან ჭკვიანები იყვნენ მაინც როდეს წახვედით ემიგრაციაში? ესე იგი 4 წელი ხდება ხა ჩემი ქმარი რაც გარდაიცვალა და 4 თვის წასული ვიყავი 21 წელში რა
2021 წელს მოგიწიათ წასვლა ემიგრაციაში. ძალიან დიდი ფიქრის მერე. იტალიაში. იცი რა იყო? აი პანდემიამ ძალიან დაგვხია უკან უმუშევრობამ, პანდემიის დრო რო იყო და უკვე პანდემია რო აღარ იყო თითქმის და უკვე ბანკებს ვეღარ დავეწიეთ. იმიტომ რომ მე მაშინ ვიყდიდი ბანკში 900 ლარამდე კრედიტს ვერ დავეწიეთ, იმიტომ რომ ჩამოვრჩით ის 3 თვე, მე კიდე დავიწყეთ გადახდა, მე კიდე გამოაცხადეს ბანკებმა რომ ისა. აი ამიტომ თქვი რომ მოდი მე წავალ ცოტა ხნით და ზუსტად რო ვიფიქრეთ რომ რა თქმა უნდა მეგობარმა გამემართა ხელი და ის რაც იყო დავალიანება დავფარე და მითხრა რომ როცა მოახერხებ მაშინ დამიბრუნე ეს ვალი და აი უფრო მიტო დავრჩი მაშინ ემიგრაციაში რომ ის მეგობარი უნდა არ დამეღალატებინა და მე ვალით დავბრუნდი ისევე მქონდა ბანკის ვალი და მაგრამ რამდენი ხანი იყავით ემიგრაციაში? წელიწადი და 4 თვე, 4 თვის წასული ვიყავი და ზუსტად 1 წლის მერე წლის თავზე ოქტომბერში ვიყავი წასული და ოქტომბერში დავბრუნდი და ნოემბერში გახდა 1 წელი და მე ვიყავი აქ საქართველოში. როგორია ემიგრანტი ქალის ცხოვრება იტალიაში, სადაც უამრავი ქალი მუშაობს და არჩენს საკუთარ ოჯახს? იქ არიღლები ფიზიკურად. იმიტომ რომ იქ ული მოხუც. იმიტომ რომ მე ჩემ გარშემო ყველა მოხუცული და ძალიან რთულია. სულ ფიქრობ ოჯახზე, სულ ფიქრობ შვილებზე. გენატრებიან, მარტო ოჯახი არ არის ვიკა. ყავს მეგობარი, რომელიც გენატრება, ყავს ნათესავი, რომელიც გენატრება. მე და ეს არის ძალიან რთული და როცა დავტოვე იტალია, მე უკან არ მიმეხედია და მთელი გზა პირჯვარს ვიწერდი და უფალს მადლობას ვეუბნეოდი, რომ მადლობა უფალო, რომ ძალა მომეცი, რომ აქედან წავიდე ჩემ ქვეყანაში მეთქი. აი ზუსტად თორნიკეს თავს გეფიცები აი ესე ვიცახდი. უფალს მადლობას უხდიდი და არასოდეს არ გადავდგამ ნაბიჯს, აი დღედაღამე ვიმუშავებ აქ. მიუხედავად იმისა, რომ არ არის არც ხელფასი წესიერი არაფერი, მაგრამ ეს არის ბედნიერება, როცა ქართულად საუბრობ, შენ ხალხს ხედავ, რა დროსაც არ უნდა მოხვიდე სახლში. ოღონდაც ვამბობ, რომ აქ ვერასოდეს ვერ ვიმუშავებ 24 საათიანში. იმიტომ რომ იქ სადაც შენი ქვეყანა არის და შენ სხვაგან გძინავს და სადღაც შენ შვილებს არა. მირჩევნია შუაღამისას მოვიდე სახლში და ვიყო ჩემ შვილებთან ერთად და რამდენად მაგრამ ახლა რამ უკვე ლამის 10 თვე გავა თქვენს შვილთან არ ხართ. არ ხარ და გაქვთ ხოლმე პერიოდები დღის განმავლობაში, როცა ძალიან მოგაწუებათ კი ძალიან. მე არ მეტყობა და გონია ყველას რო ისა, მაგრამ ეს შეიძლება უფრო რთულია ძალიან. აი რო გაიღვიძებ და გახსნი ტელეფონს და იქ ვიღაცა წერს პატიმრებზე, ან სიუჟეტი დევს, ეს ხო ხდება ყოველდღე ხდება. ან ვიღაცასთან ხდება ჩაწერა და ნახულობ, აი მithქვია ხოლმე დედა მოგიკვდეს შენ. იმიტომ რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ალბათ არც მათქმევინებდა თორნიკე, რომ გამოვიდე და ვიყო, რომ აი მე დედა, ისე. არა, არ ვიყავით ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, მე და თორნიკე განსაკუთრებით. და ყველაფერს მეუბნეოდა, იმიტომ რომ ნათქვამი მქონდა, რომ თორნიკე არავისთან არაფერი არ თქვა. თქვი ჩემთან და მე ყველაზე კარგი გვერდში მდგომი ვიქნები შენთვის იმ წუთში. და ბევრჯერ მithქვია დააშავა, ვიღაცას ახლა თუ უნდა მივიდეს და წაართვას რაღაცა, ან გააუთოოს ადამიანი და ან რა ვიცი მე დახვდეს გზაში და ტელეფონი წააგლიჯოს, მე არ გავამართლებ ვიკა ჩემ შვილს. იმიტომ რომ არ უნდა გააკეთოს ეს. როცა მან მითხრა, რომ დედა მე მივდივარ აქციაზე, მე ზუსტად ეს სიტყვები უთხარი. თორნიკე წადი, არ მithქვი არ წახვიდე. წადი, გამიხარდა შინაგანად ძალიან. წადი დედი, არ ისროლო ქვა, არ შეაგინო პოლიციელს, იმიტომ რომ დაგიჭირს და გაგლახავს. და გცემს ისე რომ შეიძლება ვერ გადარჩე. აი ამიტომ უთხარი. შეიძლება ვერ გადარჩე, ხო ხედავ რა ხდება. ამიტომ ვიყავი ფრთხილად, არია რომ მარტო და ერთმანეთს აი დაუდექით გვერდში, იმიტომ რომ შენ იქ მითხარ, ეხლა და არავის არ იცნობ, მართლა არავის არ იცნობ. და საერთოდ დადიოდა ხოლმე აქციებზე ამ დაკავებამდე? კი, დადიოდა და ზუსტად იგი იყო რომ და პოლიციელმა იცი რა უთხრა? შენ გეცვა ყელიანი ჯემპრი. და ის ყელიანი ჯემპრი აწეული ხო ქონდა ვთქვათ და ისე ხუდი ქონდა.
რატო ჩამოიწიე დაბლაო? აი ეგ იყო მიზეზიო, როცა შეინსახე ამოიცნეს. ანუ ეს მისი პირველი აქცია არ იყო, ის მანამდეც დადიოდა აქციაზე. გესაუბრებოდათ პოლიტიკაზე, აინტერესებდა რა ხდებოდა ქვეყანაში, როდის გაუჩნდა ეს ინტერესი, იმიტომ რომ საკმაოდ ახალგაზრდა არის. არა, ძალიან ბრაზობდა ყველაფერზე. და ამბობდა, რომ ჩვენ ტყუილ ვიბრძვითო, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ უზამ ამ რეჟიმსო. თავიდანვე ქონდა. სულ თავიდან, აი არჩევნებზე პირველად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ეხლა 26 ოქტომბერს. პირველად მიიღო 26 ოქტომბერს. 3 ადამიანი ვიყავით ოჯახში ვიკა. იმათმა იცოდნენ, ეხლა მე მუშაობდი მაშინ საარჩევნო შტაბში და იცოდნენ და ის არ იცოდნენ მაინც ვის მივცემდი ხმას, მნიშვნელობა არ ქონდა რომელ შტაბში მუშაობდი. არც ერთს არ გითქვია, აი მე არ მითქვია ჩემი შვილებისთვის, რომ მე ახლა ვარ ნაციონალური მოძრაობის უბნის უფროსი და თქვენ უნდა მისცეთ ნაციონალურ მოძრაობას ხმას. არა. რო დამთავრდა არჩევნები, მაშინ გავიგე რომელს მიცა ხმა. თორნიკემ საერთოდ თქვა, რომ მე არც ერთს არ შემოვხაზავ, იმიტომ რომ ესენი მაინც გააყალბებენ და ამიტომ სულ გადავხაზავ ყველას. და კომისიის წევრი იყო CSKO-დან. კომისიის წევრი არავის მხარეზე. და მითხრა, რომ შენ როგორ ფიქრობდე და აქ ეხლა ოპოზიცია მოიგებს ამ არჩევნებს, ვერ მოიგებს, იმიტომ რომ აქ მოდიან სულ მოხუცებიო. ესენი ხმას არ მიცემენ, სხვა იმას პარტიასო და ძალიან ბრაზობდა და ზუსტად ახდა და მე მითხრა, რომ ხო გეუბნეოდიო, იმიტომ რომ აქ მიხვდებოდა, რომ ეს რეჟიმი იყო ძალიან ცუდი და რუსული და როდის მიხვდა ამას და საერთოდ საინტერესოა როდის მიხვდით რომ ეს რეჟიმი არის რუსული თქვენ პოლიტიკური მიმართულება შეიცვალა 2012 წელს რა ხდებოდა მე როცა ბიძინა ივანიშვილმა მე ვარ ჭიათურელი და ჭიათურაში დაბადებული გაზრდილი და საჩხერეში გათხოვილი მე ვიცნობ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს იმიტომ რომ არიან ისინი ჩემი მეზობლები და როგორც კი გავიგე მე ვიცოდი რომ რა გაუკეთა სახურავები ვიღაცას გაუკეთ მიცა ვიღაცას რაღაც ისინი თებშები თუ გაზი შემოიყვანა თუ რაღაცა კი ბატონო კარგია ძალიან ცუდი არ არის მაგრამ ვიკა როგორც კი გავიგე რომ არჩევნებში იღებს ეს კაცი მონაწილეობას აი ვინც მისმენს ახლა სულ ყველა დამემოწმება საკუთარი ოჯახის წევრებიც კი და მეზობელი რომელმაც თელმა 10 სული არიან გოინდა ხმამიცეს დღეს მეუბნება რომ შენ მაშინ ეს რატო თქვი მე მაშინ თქვი всё საქართველოში დაისადგურებს რუსული რეჟიმი იმიტომ რომ ის კაცი იყო რუსეთიდან მოსული ეს ვიცოდი ისედაც კარგად და ეს საქართველოს სათავისოდ გადააქცევს მეთქი აი ჩათვალეთ რომ საქართველო იქნება ბიძინა ივანიშვილის თორნიკეც ამ პოზიციაზე იყო თავიდანვე კი თორნიკეს მაშინ პატარა იყო ძალიან მაგრამ აი მე გულისხმობ უკვე მისი შეგნებული ცხოვრება როცა იწყება არასოდეს არ ყოფილა მადლიერი არასოდეს და ზოგადად პოლიტიკური იყო არ იყო პოლიტიკური არა არ ერეო და საერთოდ პოლიტიკაში კი არა და რო დაიჭირეს თურმე სურათები დაულაგეს ამ პოლიტიკოსების გიორგი ვაშაძეს ყველასი ალბათ და უთხრეს თურმე რომ აქედან რომელი გიხდი და ფულს და ესენი ვინ არიანო უთქვია ესენი არ ვიცი მე ვინ არიანო სახელები და გვარებით უფრო მიუხვდებოდიო მითხრა ვიდრე ხო სახეზე იმათო საერთოდ მაგ თაობის ახალგაზრდებმა მე რესტორანში მუშაობდი და მიმტანები იყვნენ სულ ახალგაზრდები რომლებიც როცა მოდიოდა ჩვენთან რესტორანში ცნობადი სახე პოლიტიკოსი ვერ ცნობდნენ ისინი პოლიტიკოსებს ერთხელ ვიღაცაზე გიორგი მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი და ვიღაცაზე შემეკითხა ერთ-ერთი მიმტანი რომ პრეზიდენტიაო არ იცოდნენ არ ერეოდნენ ამაში ისინი თორნიკე როგორი ბავშვი იყო რა ინტერესები ჰქონდა მას ბავშვობაში, რა გამოსდიოდა ყველაზე კარგად? ვიკა მე ვთქვი, რომ ძალიან მიწევს თორნიკეს ქება მეთქი. მე ბევრჯერ მითქვია უფალო მადლობა, რომ ესეთი არა, არასოდეს. მადლობა უფალო, რომ ესეთი შვილები გავზარდე მეთქი რა. თორნიკე სნაირი თბილი ადამიანი, აი ჩემ გარშემო არ არის. აი უამრავი მეგობრის შვილია ვთქვათ თორნიკე იყო განსხვავებული ბავშვობიდანვე იყო ძალიან თბილი მოსიყვარულე და
მე ძალიან მეხმარებოდა ჩემი დედამთილი. მე ვმუშაობდი სულ და ბავშვები 3 თვე როგორც კი მოვიდოდა, ბავშვები მიდიოდნენ სოფელში, მიდიოდნენ ბიცოლასთან. ძირითადად მაინც ჩემ მაზლის ცოლთან, მეტრო ჩვენ იქ ახლაც არაფერი არ აგვაქვს და თორნიკე თითქმის იქ გაიზარდა. აი როგორც კი სკოლა დამთავრდებოდა, თორნიკე უკვე მეორე დღეს ან მე უნდა წამეყვანა როცა პატარა იყო, ან თვითონ უკვე დაჯდებოდა და მარტო იმას ვეტყოდი ხოლმე რომ ჩამოხვალ იქ გააჩერებს მარშრუტკა თუ ავტობუსი, ფრთხილად გადადი გზაზე. და მიდიოდა და იყო მთელი 3 თვე საჩხერეში, სვიტორში. ყავს უამრავი მეგობარი, როგორც აქ თბილისში ყავდა საკუთარი დასახლება ხო იცი, ისე ყავს სვიტორში და არასოდეს სახლში არ მოსულა ტირილით, რომ მე ვთქვათ მეჩხუბა ვიღაცა ან ცემავი ბავშვებში ხო ხშირად ხდება. ძალიან თბილად გაიზარდნენ. დადიოდა ცურვა ისწავლა ძალიან კარგი და დადიოდა ჩიხურაზე, მდინარეზე, პატარა რაღაცა ბადე ქონდა ხოლმე გაკეთებული და სულ თევზაობდა. ყავდა მეგობარი ყველაზე უფრო კარგად სანდრო გოშაძე, თანატოლები არიან. აი ესე დაუყვებოდნენ მდინარეს და მოიტანდნენ თევზს, გაიყოფდნენ შუაზე, პატარა ლიფსიტებს და ბიცოლა მისმა ერთი პატარა ტაფა მიცა და უთხრა რომ მე არ მიყვარს თევზი და შენ ამ ტაფაზე შეწვი და მე ეს ტაფა გარეცხე და შეინახე და ყოველთვის ვიტყვი რომ და წერილიც მიწერა ბიცოლა მის რომ მე დღეს რო ესეთი ვარ, ამაში შენი დამსახურება არისო. იმდენად იყო ვიკა დამსახურება, რომ მე ვიყავი თბილისში და თორნიკე იყო სოფელში და ის იყო მეგობრები იყვნენ, ყველაზე დიდი მეგობრები იყვნენ ერთმანეთის. ყველას ეხმარებოდა სოფელში. ალბათ ვინც მისმენს სვიტორში დღეს, ყველა იტყვის დაუზარელი, მაღაზიაში 10 ჯერ წავიდოდა. არ დაეზარებოდა. ძალიან კარგად ფლობდა მათემატიკას და კი არ უჭირდა ის მაღაზიაში რომ წავიდოდა რომ რას იყიდდა და მაინც რაღაცა ისტორია არის. ერთხელ ბიცოლა მის მეუცია ლარიანი და უთქვია რომ თორნიკეო მარილი მომიტანეო, ბრინჯი მომიტანეო, შაქარი მომიტანეო, პური მომიტანეო და უყურა თურმე და უთხრა ბიცოლა ეს შენ ოქროს მონეტა ხო რგონიაო, ეს ერთი ლარიანი არის და ამდერამეს რატომ აბარებო და იხსენებს ხოლმე რაღაცებს ბიცოლა მის ძალიან ბევრს. და ყველაზე საწყენიც რა არის ეს ბიჭი გაიზარდა იქ და უყვარდა მთელ სოფელს და მე დღეს SMS-ებს არ ვშლი და ვეძებ არც ერთ ახალგაზრდას იქიდან, სვიტორიდან, თორნიკე არ მოუკითხია, სანდროს გარდა, გიორგი ზაბახიძის გარდა, რომელიც სულ დადიოდა, სანდრო ცოტა ისეთი სამსახური აქვს სანდროს და ზუსტად თორნიკე რო დაიჭირეს 4 დეკემბერს, სადღაც 10-ში ან 15-ში სანდროსთან ერთად ის მიდიოდა ყაზბეგში სამუშაოდ, რესტორნის მიმტანია თორნიკე ისედაც ყველა მიცის და იქიდან არ მოუკითხია არც ერთ ახალგაზრდას. რატომ როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ არიან ქოცები და მე ვთვლი რომ იმიტომ არ მოუკითხიათ. შრომის მოყვარე იყო თორნიკე, ის მიმტანი იყო, მაშინაც რო დააკავეს, ის მუშაობდა. მაშინ ზუსტად მუშაობდა და ის რაღაც 3 დღის გაჩერებული იყო, რომ ემზადებოდა ყაზბეგში წასასვლელად და ბაკურიანში უпростоრად და სხვათა შორის პოლიციელს კითხა, ბაკურიანში ვეღარ წავალო? ძალიან შრომის მოყვარე იყო, თორნიკე იყო 16 წლის ვიკა, როცა კადეტთა ლიცეუმში თავისით ჩააბარა, ხო ვთქვი, რომ მათემატიკას კარგად ფლობდა და აღფრთოვანებული იყო. 1 წლის მერე, როცა ალასანია განთავისუფლდა თავდაცვის სამინისტროდან, თორნიკემ დატოვა კადეტთა ლიცეუმი. მიზეზი დღემდე არ ვიცი. იმიტომ რომ ის ინახავდა იმ რაღაც სამხედრო საიდუმლოს, მაგრამ გაგიკვირდება და ვიღაცამ ეხლა კადეტთა ლიცეუმში ყოფილმა მასწავლებელმა მომწერა, რომ შენი შვილი სხვანაირი ვერ იქნებოდაო. არა, თორნიკე სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, მე რო ვთქვი რომ დატოვა მან კადეტთა ლიცეუმი და მიზეზი არ ვიცი, თორნიკეს თურმე სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, მე ვარ მასწავლებელიო, რომელიც თორნიკეს მაშინ ვასწავლიდიო. ნეტა ვინ იყო თქვა თორნიკემ, იმიტომ რომ და დატოვა. 16 წლის იყო ვიკა, მე მუშაობდი კუსტბაზე რესტორანში და თორნიკე წამოვიდა კუსტბაზე, შევისწავლი იმასო, სამზარეულოს. ძალიან კარგი შევზარეული ყავდა და მაშინ დირექტორმა უთხრა, რომ თუ ვინმე მოვიდეს შემოწმებაზე, უთხარი, რომ შენ ხარ მოსწავლე და არ მუშაობ, მაგრამ მან ისწავლა იქ
მიმტანებთან დამეგობრდა ძალიან და უამრავი გოგო ყავს მეგობარი დღესაც და ისწავლა ძალიან კარგად ეს პროფესია და აღარ ჩათვალა საჭიროთ რომ აი წავიდე და ვიმუშაო და აი სად აღარ ყოფილა რესტორანში და ყველა რესტორნიდან დღეს მენეჯერები დამლაგებლები არც ვიცი ხო ვინ არიან და საზღვარგარეთ არის მეგობარი წასული მიმტანი და ისიც კი იქიდან გვეხმაურება სულ და წერს და მე მეუგზანი თორნიკეს და მე ბედნიერი ვარ რომ თურმე ესეთი შვილი გამიზრდი მართლაც ფანტასტიკური ბიჭი მე არ თორნიკეს აი ვიღაცები არიან ხოლმე რომ გაბრაზებულები რომ რატო აი ეს აუცილებლად უნდა ვთქვა აი რატო იწევლები ხოცები ბრაზობენ მსმენია კომენტარებში წერენ რომ აი მარიზი კობახიძე იწევლება და ამის გამო აქვთ აგრესია ხო აქვთ აგრესია არა უშავს მე ვამბობ არ დავიხებ უკან იმიტომ რომ ძალიან მწარია როცა ასეთი შვილი ციხეში ზის არაფრის გამო და ერთადერთი ჩემი ხალი ვარ მე გინებას ვერ დავიწყებ დავწყევლი და დავწყევლი მთელი გულით ხმამაღლა აღარ ვიწყევლები აღარ ესმის იმიტომ რომ მე როცა მიუსაჯეს თორნიკეს მაშინ ვიყავი ძალიან გამწარებული და ვთქვი და ტოვებ იმ წყევლად ბიძინას და პროკურორებს და მათ ეხებათ ეს წყევლა თორნიკე რო გამოუშვან და სხვა პატიმრები დატოვან ასეთი ამბავი გქონია მაგალითად გიორგი ახობაძე არის გათავისუფლებული ნიკა კაცი არის გათავისუფლებული და სხვათა შორის გუში საუბრობდით რომ რეჟიმი ვერასოდეს ვერ გაიგებს რატომ დადეს ნიკა კაციას დედა ისევ და ისევ სასამართლო პროცესებზე რატომ დგას ისევ აქციაზე ისე თითქოს მისი შვილი ისევ დაკავებული ამაზე რას გვეტყვით ნიკა კაციას დედა დადის სასამართლო დადის ისევ აქციებზე დადის ისევ ჩვენთან ერთად დაარიგებს გაზეთებს იმიტომ რომ ნიკა კაციას დედამ თქვა რომ მე ჩემი ერთი შვილი განთავისუფლეს და დანარჩენი შვილები ისევ ციხეში არიან ჩვენ აუცილებლად ყველა ვიქნებოდით ვიკასე ჩვენ ყველამ ერთად გავეხარეთ ნიკას განთავისუფლებით იმიტომ რომ მარინ ჩვენ როცა ვდარდობდით მარინა გვეტყოდა რომ მე რა ვქნა ჩემ შვილს უადო ეხებაო და ჩვენ მაშინ ვჩუნდებოდით იმიტომ რომ მართლა გავიფიქრებდით ვაიმე ეხლა მართლა რომ რაღაც 20 წელი მისცენ კი არ ვფიქრობდით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ რეჟიმს აუცილებლად და ნიკაც გარეთ იქნებოდა მე გუშინ წერილი მომივიდა ანტონ ჩეჩინის ჩვენ მე წერილი მივწერი ანტონ ჩეჩინს ყველა სახელით და მომივიდა წერილი მე ანტონ ჩეჩინს დაბადების დღე ქონდა და მაიკა და ჯემპრი შეუგზავნეთ ციხეზე დაბადების დღე მეულოცე მას იმიტომ რომ ის ანტონ ჩეჩინი არტემ გრიბული და ანასტასია ზინოკინა ბევრ ქართველს ჯობნის ბევრ ქართველზე ქართველია ის მე ერთ რამეს ვეტყვი ქოცებს ქოცურ დროშას რომელიც არ არის დროშა და ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ქოცებისთვის ხელი გაუშვან და ქართული დროშა დაიჭირონ ხელში იმიტომ რომ მე შევსულვარ ქოცების ოჯახში და იქ ქართული დროშა არ მინახია იქ მინახია ბენდენები 41 ნომრით ეს არის სირცხვილი ყველაზე დიდი სირცხვილი და როცა ეს რეჟიმი დამარცხდება ძალიან ბევრი ქოცი იტყვის რომ მეც იქ ვიდექ თქვენთან ერთად და ეს იქნება ტყუილი იმიტომ რომ იმათ შეეშინდებათ როგორ შეიძლება რომ შენ სახლში დღეს ქართული დროშა არ გქონდეს არქივი ყველაფერს ინახავს 99 წელს 9 აპრილის აქციებზე დგომას ჩემულობენ ადამიანები თითქოს იქ იყვნენ მაგრამ ახლა უკვე სხვა დროა ეხლა მართლა იმახსოვრებ ყველას სოციალური ქსელის პირობებში ვერავის ვეღარ მოატყუებ შენ სად იყავი რა პოზიციაზე იყავი მე ასევე მინდა გკითხოთ თქვენ მე მოვისმინე თქვენი რამოდენიმე ინტერვიუ სადაც თქვენ წუხართ რომ ეკლესია არჩევსო და არ გაუკეთებიათ არავითარი განცხადებაო ეს 8 თვის წინ იყო დაახლოებით როცა თქვენ თქვით მას შემდეგ რა შეიცვალა იცი რა არის ნელ-ნელა გამოჩნდნენ ვიკა და მიხარია აი მამა დოროთე და ბევრი არიან მიტრო ყველას ვერ დაიმახსოვრებ ეს მაინც ეხლა მე მქონდა ამასთან საუბარი მამა დოროთესთან და იმიტომ უფრო
მე მყავს მამიდაშვილად მეკუთვნის ადამიანი, რომელიც არის მამაო და ისიც არის ჩვენ მხარეზე და ძალიან ბევრი არის უკვე ჩვენ მხარეზე. ძალიან ბევრი და ეს მიხარია. მათ ამოიღეს ხმა, ამოიღეს სიმართლისთვის, მაგრამ არ გვესმის საპატრიარქოს ხმა და საპატრიარქოში ვინც არის ის ძირითადი, ის აქეთ გულანძღავს ჩვენ და რა უნდა ვიფიქროთ? 99-ში იდექით რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს რა პარალელებს იჭერთ? ეხლა უფრო ძლიერი ახალგაზრდობა არის. იმ მხრივ რომ ჩვენ მაშინ იმის საშუალება რომ შევჭიდებოდით მათ არ გქონდა, იმიტომ რომ ისინი პირდაპირ ნიჩვევით დაგვერიენ და ამიტომ გაქცეულები მოკლეს. ისინი ვინც დახოცეს, ისინი ყველა იყვნენ გაქცეულები, აი სადაღარ შეუცვდნენ მაშინ ჭოველიძე, მაგალითად ტაძარში შეუვარდნენ ჭოველიძეს და ბავშვი იქ დაჩეხეს ნიჩვით. ბეჟანიშ სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ამიტომ პარალელს იმას ვავლებ, რომ დღეს მაშინ იყო რუსი მოსული, პრიუთში გაზდილებიო მაშინ ასე თქვეს და ქუჩაში დადიოდა რუსის ნიჩვევით ადამიანები, ტანკები და ჩვენ არ გვეშინოდა. მე პატარა ვიყავი და სურვილი მქონდა რომ მისთვის იმ ტანკისთვის ქვა ამეღო და შუშა ჩამემტრია. და ახლა ამათ გონიათ რომ ჩვენ გვაშინებენ? ხან სად იყო ამ ახალგაზრდების და გარდაცვლილების სურათები ხან ეკლესიის ეზოში, ხან დავდიოდით აი ესე შავი ლენტები გვეკეთა შუბლზე და ეს იყო ზოგს მაჯაზე და ეს აი ეს დღეს რომ ჩვენთან ერთად არის გოგო, რომელიც მანქანაზე დროში დგას, იმას შეუძლია რომ იქ იყო მაშინ და აქ არის დღეს. როგორ ფიქრობთ, აი ივანიშვილი სპეციალურად აკეთებს ამას, ანუ სისტემა დემონსტრირებს აი ამ უტიფრობას, უზრდელობას, როგორც თქვენ ამბობთ, ძალადობას, ამას რატო აკეთებენ? რატომ არ ქმნიან თუნდაც შთაბეჭდილებას იმისას, რომ აი რაღაცას არიან მეტნაკლებად კეთილშობილი ადამიანები, მეტნაკლებად სამართლიანი ადამიანები. აი ვინც ყავს გვერდში, ვინც უფრო ხშირად გამოდის. გინდა ვოლსკი ავიღოთ, გინდა ის ექიმი რო არის ის ავიღოთ, კახაძე რაღაც დროს იმისი პარლამენტია, მაგრამ მაინც. გინდა კახი კალაძე ავიღოთ, ზარქვა ავიღოთ, აი ბინარაძე, აი სულ ყველა იგინება, ბოდიშტა იფურთხება და ბიძინა ივანიშვილს ესინ სპეციალურად ყავს. სპეციალურად ყავს, იმიტომ რომ თვითონაც ესეთია. და მარეზი იწევლებაო. ხო, მარეზი თურმე იწევლებაო, იმდეს დავწევლი კიდე. გათენდება წევლი, დაღამდება წევლი. ესე სახალხოთ შეიძლება აღარ გამოვიდე და აღარ დავიწევლო, იმიტომ რომ უკვე ვიცი ვინ უნდა დავწევლო. всё, დამთავრდა ყველაფერი. აცი, გულში. ძალიან კარგად ვიცი ვინ უნდა დავწევლო გულში უკვე, იმიტომ რომ ხო, დამთავრდა საქმეები თორნიკეს და უკვე მიუსაჯეს და ის იყო ბოლო გამწარება, იმიტომ რომ მე მაშინ ჟურნალისტებს ვუთხარი რომ მე შეიძლება თავი ვერ გავაკონტროლო მეთქი, იმიტომ რომ ძალიან მეშინო და მაგ დღეს ვიკა და კიდეც გამოვხატე ისა ძალიან მეშინო და იმიტომ რომ მაგრამ მქონდათ მოლოდინი რომ აუცილებლად მიუშჭიდნენ. მქონდა, მაგრამ ისიც მეგონა რომ გაანთავისუფლებდნენ. მე ეხლა თორნიკე რომ გაანთავისუფლებიათ სიტყვაზე, იმიტომ რომ თორნიკეს ადვოკატმა გააკეთა რომ მონტაჟი იყო ის ყველაფერი და ირაკლი მიმინოშვილის, იქ პატარა იყო ირაკლი ზვიადი, გორგაძე, ჯავახიშვილი, თორნიკე იდგა მესამე ადგილზე. მე მერჩივნა რომ ირაკლი მიმინოშვილი პატარა რო იყო ის გამოეშვათ, ვიდრე ხელ თორნიკე გამოეშვათ, მიმინოშვილი იქ დაეტოვებიათ. ამათ ყველას ერთ და იგივეს ედავებოდნენ და არც ერთს არაფერი არ უნტკიცდებოდათ. და ამიტომ არა, თორნიკემ თვითონაც თქვა რომ რა შქია დედა მე გამომიშვან და ის დატოვონ, თქვათ მიმინოშვილი არა. იმიტომ რომ თორნიკეს მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა, იმიტომ რომ მაგაცე დიდი იყო. თორნიკე. რთული იყო მოსმენა სასჯელის 2 წელი თორნიკე გოშაძეს. იცი რა, რო გითხრე ახლა ძალიან რთული იყო მეთქი. მე ჩხუბება თორნიკე, მაგრამ მაინც ვამბობ, რომ ეს მოსამართლე სხვებისგან განსხვავებით მე სულ გამოვხატავდი მის მიმართ პატივისცემას იმ მხრივ ვიკა, რომ მე ვიყავი დედა, რომელსაც მაძლევდა საშუალებას, რომ ერთი 10 წუთი სანამ დაიწყებდა პროცესი, ჩვენ პატიმრებს ვესაუბრებოდით. რო შემოდიოდა მოიკითხავდა, არასოდეს არ მახსოვს ეთქვას ბრალდებულები, მჟავდადებულები. ვინ არის მოსამართლე? თამარ ჭედლიშვილი.
კარგით ახლა. მეც გეჩხუბებით თორნიკე კი არ. თორნიკე მე შენსკენა ვარ. ამას ამოვჭრი, არ ამოვჭრი რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეგ არის რეჟიმის მთელი მზაკვრობა, რომ დედას რო აძლევს შესაძლებლობას 2 წუთი დაელაპარაკოს მის შვილს, ამაზეც მადლობა უნდა უხადოს დედამ თამარ მჭედლიშვილს, რომელიც სრულიად უსამართლოდ და უკანონოდ 2 წელს უსჯის ახალგაზრდა ბიჭს. მაგრამ თორნიკე მას კარგი სიტყვა უთხრა და ეს ძალიან გაზეთში იქნება თორნიკეს სიტყვა, ახლა ხო ახალი გაზეთი გამოვიდა. მე მადლობელი ვარ ჩემი შვილის იმ სიტყვისთვის, რაც მაშინ თქვა, არ ველოდი ნამდვილად და ადვოკატმა ცოტა გააკლა, რომ ტირილი არ დავიწყეო. ძალიან კარგი სიტყვა უთხრა მაშინ მოსამართლეს და იქ ალბათ ყველაფერი იყო. მე მე დედა ვარ და მაინც სხვებისგან განსხვავებულად აი გალუსტაშვილი საერთოდ რა ვიცი რა. ხო და ამიტომ თუ არა რა ვიცი, ველოდებოდით 4 წელს ვფიქრობდი მე, 4 და 6 კი არ ვფიქრობდი 4-ს. და მე მაშინ თქვი ვიკა, რომ როგორი განაჩენიც არ უნდა დადგეს, ჩვენ გავჩუნდეთ ყველა, იმიტომ რომ ბოლომდე მოусმინოთ, გაანთავისუფლებს ბავშვებს, მაინც გავჩუნდეთ და მიუსჯის, იმიტომ გავჩუნდეთ მე თქვი დარბაზში ვთქვი, რომ ხელი მაინც დაუქნიოთ ჩვენ შვილებს მერე და დავემშვიდობოთ და ნუ დაუკრამთ ტაშთორეს, გავხრის ყველას გარეთ და ამიტომ და მართლე ესე ვქენით და ეს როცა ვთქვი მე, თურმე მოსამართლე უკვე შემოსული იყო და ეს აი ზურგით ვიდექი და ვერ დავინახე. ხო, მაგრამ აი ესე უნდა ყოფილიყო და მართლაც ესე იყო და იმან თქვა. თორნიკე ისეთია ხოლმე, მე ჩხუბებაო წეღან თქვით და ხო, ნუ აქებ მე მართლა ნუ მაკეფო გეუბნება. ნუ აკეფო იმ მოსამართლესო. მაგონა მაშინ და ზოგადად ყველაზე მეტად რაზე კამათობდით ხოლმე? რო თქვა ვიკა რა კამათობდით მეთქი? რა აი არ მახსენდება იცი? არ მახსენდება რომ აი გვეკამათოს კი თვითონ ამბობს რომ მე განამართლე ეგრე ყოფილა რომ არ გამიბრაზებია დედაჩი მაგრამ შეიძლება დაგვიანებაზე რომ ნერვიულობ რომ თქვა რომ სვავდა და რაღაცა ისა მეთქი არა შეიძლება შეყვარებული არ ყავდა ყავდა შეყვარებული აი შეყვარებულთან დაკავშირებით მე და თორნიკე მე არა ვარ იმაზე თუ გინდა 2 შვილი ყავდეს შვილო შენ თუ გეყვარება მე იმ ბავშვებს წავიყვან სკოლაში მოვიყვან ბაღში წავიყვან მოვიყვან ეგეთი ისა მაქვს მე მიდუომა უყვარს წერილების წერა თორნიკეს სულ ვეჭყვა აი რაზედაც შენიშნოს ვაძლევდი კალიგრაფია იყო აი ხა გამახსენდა არ დასვამდა წერტილს არ დასვამდა მძიმეს და ვეთყოდი ხოლმე დედი ეს წერტილი და მძიმე ნეტ-ერთი რასაჭიროა ეხლა ისე წერს ვიკა საერთოდ მე მქონდა ძალიან კარგი კალიგრაფია ძალიან ვეჭდავდი ასვებს და ეხლა ვიძახი რომ ეს ბავშვი ეტყობა თურმე ქონია ჩემი ისა მეთქი რომ ეს ულამაზესი კალიგრაფია აქვს წერტილსაც სვამს რა თქმა უნდა მძიმესაც სვამს და ლექსები ძალიან უყვარდა და სულ დაჭდებოდა სამზარეულოში და ლექსებს ყვებოდა. მართლა? ზეპირად? ხო, მე ვფიქრობ რომ სწავლობდა და ზეპირად ყვებოდა. მაშინ რატიანთან სად მოხვედრილა, ქერის ორმოში ჩავარდილა, ციხეში კი არა. ლექსები თორნიკესო კაცო მეო ჩემთვის რაღაცა ვჟღაბნიო. მე ვთხარი ის კი არ მიწერე რომ წერდა. ხო, წერდა. მე ვთხარი ის კი არ ვთქვი რატიანთან რომ წერ შენ. მივწერე რომ გიყვარს. თუ არა რო წერე კი მაგას რას მივწერდი ხო რა მოერიდა ზვიადი მოერიდა პრანჭია არის თორნიკე ანუ უყვარს თავის მოვლა იცი რა არის აი ძალიან ბევრი მინახია უფრო სხვანაირი პრანჭია არა ჩვეულებრივი უყვარს ლამაზად ჩაცმა რა თქმა უნდა ხო მაგრამ ხო არ არის ვიკა ისეთი რომ შენ რო უყიდო და გითხრას ეს რა მაგრამ აი ციხეში მისი ყოფნა აი მაგალითად ონისე ცხადაძის ძმა მითხრა რომ ვერ წარმოვიდგინე როგორ შეიძლება და ციხეში ყოფილიყო ისეთი ციბრუტი ადამიანი როგორც არის ონისეო და აი ციხეში მისი ყოფნა რთულია ანუ მოუსვენარია ზუსტად იგივეს ვიტყოდი თორნიკე ციხეში რა აჭირებს იქ მეთქი ისეთი მშვიდიაო ნიკამ მითხრა რატიანმა მითხრა სულ ეგრე არ არის მაგრამ მე ვფიქრობ რომ ბადრაკს უთქვია როცა კამერიდან გადაყავდა რომ მე ძალიან არ მინდოდა თორნიკე შენ ჩემი საბადრაგო იმიდან წასულიყავიო იმიტომ რომ
მეგობრული რო არის ასე ვფიქრობ იმიტო ეგეთი ეგ ხო იყო ონისესთან და რეზიკი კნაძესთან ერთად და აი წაიკითხავდი უკვე საოცარი წერილი დაწერა რეზიკი კნაძემ რომ ხო იოსეეში მოგვიყვანესო და მერე კიდე დაწერა რომ რეზიმ რომ არ გჯეროდათ რომ გითხარითო გაუშვი იქაო ნიკაკაციასთან და ახუბაძესთან და ორივენი განთავისუფლა ისინიო დასწავლმოქმედი ხო ისო რა თქინდოდა უკაცო ჩვენ ახლა კოკაკოლის ყიდვა თორნიკე წყალში ჩაყოფდა ხელს და იქცეოდა კოკაკოლათო ვაიმე და ისეთი ის და აი შემოუშვით ეს ბიჭი ისევ ჩემთან თუ არა და მე პატრონე ნეშმაკები სადაც არისო და ძალიან ხუმრობდით ხოლმე თქვა და იუმორის ძალიან კარგი ის გქონდაო მე ონისესო და თორნიკესო და მერე კიდევ კარგი რომ მაინც ახლა სადღაც არ მოხვდა ვიღაცასთან და იქით მოხვდა და ეცინება თორნიკეს ამაზე რა მართლავს უიცინოდით ხოლმეო პესპემ გამომიგზავნა თორნიკესთვის საჩუქრად თავის მოვლის საშუალებები მამაკაცის ხაზი მე ვიცი რომ ამის შეგზავნა ალბათ არ შეიძლება ამიტომ რა უნდა მოხდეს ამიტომ უნდა შევუნახოთ რომ გამოვა თორნიკე და იმედია მალე გამოვა და მალე ეს არის არაჩვეულებრივი მიზონის მადლობა დიდი ძალიან გაუხარდება და მადლობა პესპეს რომელიც მადლობა ნამდვილად იცის როგორ გაგვახაროს ხოლმე და სხვათა შორის ეს არის ჟელე როიალი დასალევი ამპულა ენერგიის და იმუნური სისტემის მხარდაჭერისთვის სეზონური ცვლილებების დროს, რაც ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონზე დალევს. კი, ჩარა გამოვა და მოვაძლიერებ. რომ გამოვა ციხიდან აუცილებლად დასჭირდება და მადლობა ძალიან დიდი თქვენ. მაგრამ ეს ამით არ დასრულებულა ეს ყველაფერი. PSP-მ ასევე გამოგიგზავნათ თქვენ ეს არაჩვეულებრივი მიზონის კოლაგენის ხისმოვლის საშუალებები, რომელშიც არის შრატი, საცხი და ეს არის ჩემი საყვარელი პროდუქტი, რომელს მე მაქვს ვიყენებ და უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან ამ პროდუქტს და მადლობა ჩვენს საყვარელ PS-ს. მადლობა და ჩემთვინაც ალბათ აუცილებელია, იმიტომ რომ 10 თვეა რეჟიმიდან ამოვარდნილები ვართ და აღარც თავის მოვლა და ვიძახი რომ უნდა დახვდეთ ლამაზად თორნიკეს. პირდებით რომ გუსლიანი ტუფლებით ვიმლი. იმიტომ რომ ინფექციაცმელი გავცვიდეთ 10 თვეში ჩვენ და მაგის საშუალება არ გქონდა და უღრმესი მადლობა და აუცილებლად გამოვიყენებ და აუცილებლად მოვალთ ისევე იმ ფორმაში რა ფორმაშიდაც რა ვიცი და ბოლოს ინტერვიუს დასასრულს უნდა გკითხოთ 4 ოქტომბრის შესახებ ეს ინტერვიუ გავა 5 ოქტომბერს ეთერში 4 ოქტომბრიდან მეორე დღეს და როგორ ფიქრობთ არ ვიცი რა იქნება 5 ოქტომბერი როგორი იქნება საქართველოში ასეთი მოლოდინი გაქვთ თქვენ 4 ოქტომბრის რომ ფიქრობთ რომ რაღაც შეიძლება სერიოზული ცვლილებები მოყვეს 4 ოქტომბერს ვიკაო ზუსტად 4 ოქტომბერს მე არ ვფიქრობ ასე რომ არ ვფიქრობ რა ვიცი იმიტომ ყველაფერში ვერ ვერკვევით ჩვენ რომ 5-ში უკვე გარეთ იქნება ვინმე კარგად დასრულდეს ქართული ოცნება დამთავრდეს და 2 თვე თუ გინდა იქ იყვნენ კიდე ხო სიტყვაზე მაგრამ მე მაგ იმის მოლოდინი რომ ხალხმა უკვე გაათვითცნობიერა რომ 13 წელი გახდა დღეს და მე 14 წელი დაიწყო ეს თვითონ უნდა ხვდებოდნენ ისინი რომ ეს აღარ შეიძლება იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებენ ჩვენთვის ხალხისთვის არ აკეთებენ თავიანთვის აკეთებენ ყოველდღე ვიღაცას იჭერენ ეს არის შეშინებული რეჟიმი ძალიან შეშინებული იმიტომ რომ რატო უნდა გამოიყვანონ როგოკოპები როცა ჩვენ მივდივართ ქართული დროშებით იმიტომ არის შეშინებული ამიტომ ჩვენ უფრო არ გვეშინია და ეს დაიწყება 4 ოქტომბერს და თუ არ დამთავრდება 4-ში და 5-ში აუცილებლად აღარ შეწყდება და აუცილებლად დამთავრდება ამათი ქოციანობაო რო იტყვიან რა საქართველოში ამათი მარიონეტი ხელისუფლება იმიტომ რომ ესენი არ ვიცი აი სამარცხვინოა იმიტომ რომ სამარცხვინოა საზღვარგარეთ არავინ ამათ არ აღიარებს რა ვიცი სად გადაგხვეწეს ისევე რომ ისევე რუსეთს ეფერებიან და კი ვნახეთ არაბებს და ვიღაცებს
რა ვიცი, ხელზე კოცნიან და ესეთი რაღაცები საქართველოში არ ხდებოდა. მოკლედ თორნიკე იმედია მალე გამოვა, მაგრამ თქვენი ცხოვრება მაინც გონია რომ ჩოუ რეჟიმში არ დაბრუნდება, სანამ სხვა პატიმრებიც არ გათავისუფლდებიან. ყველა აბსოლუტ რუსებიც კი ჩვენ ვიბრძვით რუსების. აი ბოლო პატიმარი რო გამოვა, მე ვხედავ ქუსლიან ფეხსაცმელებში მარის კობახიძეს. და ვიკა, ვიტყვი კიდევ ბარემ უცბად მოკლედ, რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ. რა თქმა უნდა, ყველა ჟურნალისტს და ერთ რამეს ვიტყვი, რომ გუშინ ჩემს ძმას შეუნეოდი, რომ ვინც კი ვიცოდი, რომ კარგები იყვნენ, ძლიერები იყვნენ, აი ხედავ, რომ ჩვენ გვერდში ხართ. აი მე ეხლა არ შემყარები ხარ თქვენ, ეხლა არ შემყარებია ვთქვათ, ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია, აი სულ და მიხარია, რომ იმ ხალხს, იმ მსახიობებსაც კი, ვინც რო გიყვარს, შენ გვერდში არიან. უღრმესი მადლობა თქვენ რო არა. ვიღაცას გონია ეს ტყუილს ლაპარაკობს TV პირველი ფორმულა, ტყუილს არა, ტყუილს ლაპარაკობს იმედი. ტყუილს ლაპარაკობს რუსთავი ვერ ხო საერთოდ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ნანუკა ჟორჟოლიანს. გადაუხადო ასე სახალხოთ, იმიტომ რომ მე ვიტყვი ჩემი მხრიდან, რო არა ნანუკა ჟორჟოლიანი, მე ვერ შევძლებდი პატიმრის შენახვას. იმიტომ რომ იქ ჭირდებათ მათ სულ ფული. ეხლა არიან ერთად ჩვენი პატიმრები და უფრო ერთმანეთს ეხმარებიან, მაგრამ არიან ძალიან ბევრი პატიმრები, ვისთანაც ხვაზის და იმ სხვას არ უგზანის, ვერ უგზანის ოჯახი და ამიტომ ესენი ინახავენ, იმიტომ რომ თორნიკეს უთქვია, რომ დედა მე ვყიდულობ იმათთვის სიგარეტს ვერ ამარა თუთუნს და ესეც სხვა პატიმრებს მქონდა ეს შემთხვევა თორნიკეს ასე არიან ძალიან ბევრი და მადლობა ნანუკას იცით ყველამ რომ ჩემთან ირიცხება ბარათებზე ფული და როგორ გროვდება 3 დღე ვაზიარებთ რომ შეგროვდეს ეს ფული და როგორ ნერვიულობს ნანუკა ცრემლებამდე მიდის და ეხვეწება მე თავის სამეგობროს და ამეხმარეთ ვერ ვუგზანი პატიმრებს ამ ვერ ვავსებ პატიმრების ფონდს და აი ესე ვყოვებთ თორნიკეს სული ცხავს 400-ს მე მირიცხავს 500-ს და ისევ მე ურიცხავ მე თორნიკეს ცდილობს და ეხმაროს ყველას და ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრა ჩემ ადვოკატს თორნიკემ მას საოცარი წერილი მოწერა იმიტომ რომ როცა არ გძინავს ღამე და არ იცი რა სიზამ მაშინ გირეკავს ადვოკატი და გეუბნება რომ მე ვიპოვი შენ შვილს და ეს არის ნინო ლომინაძე და აი უღრმესი მადლობა მას იბრძოლა მთელი ამ ხნის მანძილზე და იბრძვის დღეს თორნიკეს გამო და მან თორნიკეს დიდი ბანერები რო გაგვიკეთეს ერთ-ერთი სახლში წაიღო და აქვს სახლში მას სანამ თორნიკე ალბათ არ განთავისუფლდება და იბრძვის ამისთვის და მადლობა ნინოს, მადლობა ყველა ადვოკატს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გვასწავლეს ადვოკატობა, უკვე ისე იბრძოლეს, იმდენი იბრძოლეს და საოცარი გოგოა. არ ვიცი, მარტო თორნიკეს ყავდა იმ 8 ბიჭში, გოგო ადვოკატი და ანგელოზივით გამომეცხადა, თქვა. ჩვენი რუბრიკის დრო დადგა, რომელი სამი ნიფთი მოგვიტანეთ დღეს? არ ვიცი ახლა თუ არ დაგვაწყებინებს იმას ცემინებას წამოვიღებ ხელთათ მანიც თუ მოკიდებ ხელს და ნახავ თქვენთვინაც და რა ვიცი ჩემთვინაც მაინც და პირბადე პირველ რიგში პირბადე გაიკეთე იმიტომ რომ ეს უფრო ის არის და უნდა გაჩვენო ეს ნივთი პირბადე გაიკეთე და მეც გავიკეთებ იმიტომ რომ გამოცდილება მივიღე რომ ცუდი გამოცდილება გაქვს პირბადის გარეშე. ხო, ძალიან. ვიცი, უკვე რა ნიფთი არის. ხო, და აი, ვიცი მეც გავიკეთებ, იმიტომ რომ ცემინებას დაგვაწყებინებს და ეს იქნება ცუდი ამ ჩაწერის დროს. და ეს არის ნივთი ვიკა, რითაც ქართველ ახალგაზრდებს თავრობამ მიუსია როგოკოპები და ბიჭს რომელსაც თავი ესე გადაეხსნა და ნაკერი დაედო მოხდა აი ეს ნივთი ეს არის ტყვია რომელსაც ესრონ ისევ არის შიგნის რაღაცა მასალა იმიტომ თქვი რომ ხელთათ მანი გავიკეთოთ და მე ხელი რომ მოისვა ალბათ რა ვიცი ტირილით მოკტები იმიტომ მე დამემართა და როცა პოლიცია მოვიდა მე უთხარი რომ ამ სახლში იპოვით ამას და გამოვიტანე და მივეცი მე უთხარით შეგიძლიათ წაიღოთ და არაო ეს არ გჭირდება თქვენ შეინახეთო იმიტომ რომ ამას უნდა თავისი იარაღი და კი ხედავ ეს გასროლილი მთელი ძალით და მოხვედრილი ადამიანს თვალში და აი მის მერე ხელისუფლება იძახის რომ თორნიკე გოშაძემ
ქვა ისროლაო და რეზი კიკნაძემ ჯიბიდან ამოიღო ქაღალდი და ის ისროლა. წარმოუდგენელია. სხვათა შორის ერთი ისტორია უნდა მოვყვე. ხო, ეს იქნება ნივთი, რომელსაც შევინახავთ. ნიჩბებ უნდა შეგვენახა 9 აპრილს. სხვათა შორის ნანა მალაშხიას დროშა წავიღეთ ბრიუსელში შეხვედრაზე და დროშა გავშალეთ შუაგულ ევროპაში, სადაც იყვნენ უცხოელი სტუმრები და ყველას დააწყებინა ცემინება, იმიტომ რომ დროშას ჰქონდა ისეთი აი მოწამლული იყო ამ რაღაც ქიმიური ნივთიერებებით, რომ დროშა რო გავშალეთ დარბაზში, ბრიუსელში, დარბაზში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იქ გაჩერება წიწაკის სპრეის, ასე ვთქვათ, აი ეს დროშას გაყვაწარ. დროშასაც კი გამოყვა, ასე რომ კარგად ხვდები, როგორ შეიძლება იყოს რა ხელი რომ ამ ნივთს მე შევინახავ და მოვა მაგის დრო, რომ ქოცებს წინ დაუგდებ მე ფილმეს და ეს კიდე ეს რა არის და ეს როგორც ქოცებს არ უყვარს ქართული დროშა, მაგრამ მე ნათქვამი მაქვს რომ მე აღარ ვივლი თორნიკის მაიკით, მაისურით და ვივლი ამ დროშით და ყველგან ესე ჩვენი ლამაზი ძალიან ლამაზი, რამდენი დროშაც არ არის გააფენილი, ყველაზე ლამაზი ფრიალებს და ეს მაინც წამოვიღე, ეს არის ჯავახიშვილის მინდიას და რეზი კიკნაძის გაკეთებული მაისურების სამახსოვროდ. ნახეთ რა ლამაზია. აი, აქ ვდგავართ, რადგან სხვაგვარად არ ძალგვეც და მეორე მხარეს ძველი დროშა არის უკვე. ამას ვნატრობ მამულო, ცრემლით გადანამულო, შენთვის სიკვდილი მაღირსა. და აი ეს მაისურები ბიჭები იქ ხატავენ და აკრძალეს. რა წერია აქ ასაკრძალი? პირიქით ქართველი. და ეს არის ბიჭების გაკეთებული მაისური. ეს იმ სამი ბიჭის და გამოგზანილი არის, რაც მოასწრეს და 16 წელი მაიკა, რომელიც გაამზადა ჯავახიშვილმა, კიკნაძემ და მინდიამ, მე არ გამომატანეს და როცა ვკითხე იმათ იქ რომ რატო არ გამომატანეთ, ბიჭებმა მითხრეს რომ ჩვენამდე მოვიდა ცარიელა ქაღალდიო და აკრძალეს ვეკა წითელი კალმები და ახლა იძულებულები ხდებიან რომ ხატონ ლურჯებითაც და ეხლა რეზიმ თქვა რომ მარტო პატარა რაც დაგვრჩა 2 ცალი კალამიო პატარა წითელ დროშას ვახატავთო იმიტომ რომ არ ყოფნისო და ეხლა მინდა ამ კამერას შეხედოთ და თორნიკეს მიმართოთ. რას ეტყოდეთ თორნიკე გოშაძეს თქვენ შვილს რომელიც 26 წლის ასაკში უდანაშაულოდ გამოამწყდიეს ციხეში. თორნიკე იცი შენ ძალიან კარგად რომ არასოდეს შენთვის არაფერზე არ მისაყვედურებია. არც ამაზე წერილში ერთხელ მომწერა რომ მაპატიე დედა რომ ეხლა ვერ ვარ შენ გვერდით თუ არა უშავს შვილო ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიდგას გვერდით და გვედგა და დღემდე ასე ვართ ვიბრძვით იცი რამდენად ძლიერი ვარ არასოდეს არ გეტყვი საყვედურს არასოდეს პირიქით მიამაყები კიდე უფრო მეტად ვიდრე აქნამდე დაკაცთ თითქოს მათ თქვენ ყველანი რა პატარები შედარებას ვაკეთებ პატარები წახვედით თითქოს და დიდები ძალიან ჩქარა დაბრუნდებით ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ სანამ ყველა პატიმარი არ იქნებით თავისუფალი ციხიდან მიყვარხარ ძალიან და ერთ რამეს გეტყვი რომ ვერასოდეს ის ადამიანები ვინც თქვენ ციხეში გამოგკეტათ ვერასოდეს ვერც ერთის დედა ვერ იამაყებს თავისი შვილებით ვერც პროკურორები ვერ იამაყებენ თავიანთი შვილით ამის შვილებით ამიტომ იყავით მხნედ იყავით ჯანმრთელად ერთმანეთს გაუფრთხილდით ერთმანეთს მოეფერეთ და მადლობას გიხდით თითოეულ პატიმარს ყველას სახელის და გვარის მიუხედავად რუსებსაც კი რა თქმა უნდა და ამიტომ იყავით თავარია ჯანმრთელად იყოთ რა ყველა და თუ ვინმე შიმშილობთ მათ ციხეში შიმშილობა შეწყვეტეთ აუცილებლად არ ვიცი ახლა ხანდახან ხდება ხოლმე ესე და ასე რომ მიყვარხარ ძალიან დედი და ძალიან ბევრს ახლა მოფერებას არ დაგიწყებ იმიტომ რომ არასოდეს არ გიყვარდა ეს და სურათს არ გადაიღებ და რო გეთქვა იმიტომ რომ არ იყო ახლა ესეთი ტიპი და ამიტომ მე ამაყი ვარ შენით ძალიან ამაყი
მადლობა ძალიან დიდი, მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გისურვებთ თორნიკე გოშაძის თავისუფლებას, ყველა სინდისის პატიმრის თავისუფლებას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და მადლობა თქვენ უყურებდით გადაცემას ვიკასთან, ეს არის YouTube არხი მისმინე, კვლავ უნდა შეგახსენოთ იაქტიურეთ, მოგწერეთ, დააკომენტარეთ, თქვენი აქტიურობა მოგცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ჩვენი ვიდეოები, ახლა დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.